გამარჯობათ მეგობრებო, როგორც გითხარით, დღეს კიდევ შემოგთავაზებთ კიდევ ერთ სენსაციურ ვიდეოს, ინფორმაციას, მასალას, რომელიც მე არაერთხელ მithქვამს და დამიფიქსირებია. არა მარტო Facebook-ი გვერდიდან და YouTube-იდან, არამედ საჯარო გამოსვლებიდანაც, ტელევიზიებიდანაც და ყველგან. ეს მოძრაობა და მოღვაწეობა მე დავიწყე საჯაროდ 2016 წლიდან დამთავრებული აი ამ წუთამდე. და მე გავაკეთე უბრალოდ ნაკრებს. დღეს მე მინდა კონკრეტულად განსაკუთრებულად მიმართო მეგრელებს ვინაიდან და რადგანაც არის ასეთი ასე ვთქვათ ბჭობა ერთმანეთში, რომ მივლენ სადაოდ ერთმანეთთან ქართველები და მეგრელები და არა ქართველები, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს შემოგარგებო, ვინაიდან ქართველობაში გულისხმობა ყველა ერთად, რაჭველი, მეგრელი, სვანი, აფხაზი, თუში, ფშავი და ყველა ერთად, ხოლო ქართველი სულ სხვა. გამიგეთ? უკვე ეს კუთხე არის. ისე როგორც სამეგრელო, გურია და იმერეთი და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც საქმეზე მიდგებოდა, ყოველთვის თითქოს ჩამჭრელი კითხვა ჩდებოდა, მე ვაკვირდებოდი ყველაფერს, მაგრამ მე ამას არ შევდიოდი ამ პოლემიკაში, შორიდან ყველაფერს ვაკვირდებოდი, რომ აი თქვენ რაც უნდა ილაპარაკოთ, თქვენ მაინც ანბანი არ გაგაშინოთ, ხო? ეხლა სწორედ ამ ანბანზე მექნება საუბარი, ჩამოკარგება. არა ეთიოპიურ ანბანზე. მით უმეტეს იქ ბევრი საერთო არის. ეხლა მოდით დავიწყოთ, მაგრამ გეტყვით კიდევ ერთ რაღაცას. ეს არ არის მარტო მეგრული ანბანი შემოგარგება. ეს არის საერთო ქართული. ეს მოიგონეს იმ დროის მეგრელებმა, როდესაც სრულიად საქართველო იყო კოლხეთი, სრულიად საქართველო აზროვნებდა და მეტყველებდა მეგრულად. და საჭირო გახდა რეფორმა ენისა, კარგად დამკვიდრეთ რასაც ვამბობ, რეფორმა ენისა, რატომ? იმისათვის რომ გადაემალათ ეს საღმრთო ენა, ქრისტეს ენა, ვინაიდან და რადგანაც მაშინ კი არა, დღემდეს და დღესაც ძდევნიან ამ საღმრთო ენას. ვატიკანში ბევრია ასეთი რამე დაბნული, სწორედაც და გახდა აუცილებლობა ამ ენის გადაფარვისა, გადამალვისა. ოღონდ ისე ტექნიკურად შემოკარგებო, რომ მისი ძირი არ მოშლიყო. თქვენ ბევრს გახსოვთ, ჩემს მეგობრებს, რომ მე რამდენჯერ, თუმდაც ერთი სიტყვა ავიღოთ, სადაც იყოს შეტყობინება. სადაც შე და ება არის წინსარ და ბოლოსარ და შუაში, გულში, ანუ ძირი სიტყვისა, რომელიც არის ტყობინი, არის მეგრული სიტყვა, ეს არის დამალვა, დაფლა და გასაიდუმლოება. ანუ გარსი მთლიანობაში არის დღევანდელი ქართული, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ახალი მეგრული რო ვთქვათ და ძველ მეგრულში ითვლება პროტო ქართული და შიგ თავში სრულიად არის აბსოლუტურად მეგრული. და ეს ნიშნავს, ტყობინი ნიშნავს დამალვას, დაფლას და გასაიდუმლოებას. აი ამ გასაიდუმლოებას აგესმით ახლა მე თქვენ. და სხვათაშორის ესეც ბევრჯერ მithქვას, რომ ძირი სიტყვისა, ანუ ძირი არის რაც წინსა და ბოლოსათვის გარეშე რჩება, გრამატიკის დროს, როდესაც ვიკვლევთ სიტყვას, მეგრულად ძირი ნიშნავს ნახე. მოდით ნახოთ ვენახი. რამ შეჭამა ვენახი. ვიწყებთ შემოგარგებო, ვეცდები რამენაირად მოკლე დროში ჩავეტიო, არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს. შუმერული ენა. რომელსაც დღეს ქვია ეგრი, ანუ ემეგრული. ეს ქართველ ისტორიკოსებმა კარგად იციან და ლინგვისტებმა. თუ რატო ქვია მას ემეგრული. შემდეგ შემოკარგებო, ხო, ამას სხვათა შორის ერქვა კეთილშობილი ენა. შემდეგ
რომელიც მე 22 დეკემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში გაგიხსენით ინფორმაცია, რომ ქრისტეს 12 მოსწავლეს, ანუ მოწაფეს, როგორც გინდათ ისე წარმოვთქვათ, თუ რა წიგნიდან ასწავლინდათ, რა ერქვა ამ წიგნს. ამ წიგნს ერქვა, ჩემო კარგებო, დიდახე. ეს მე კარგად ავხსენი, თუ რასაც ნიშნავს, მაგრამ იმ ათენაზე თითქოს ეს არის დარიგება. ბერძნულ ენაზე მას ქვია დიდასკუ, ანუ დედაშვილობა. დიდასკუ, დიდა არის დედა, სკუ არის შვილი მეგრულად კიდე. დედახე კიდე ნიშნავს, კიდევ ერთხელ ახსნი, სანამ საჯაროში კიდე რო ავსვენ, მაგრამ კიდე დავამატებ, რომ დიდახე არის დედისაგან ითვლება. როდესაც იტყვიან თუ დედა ყავს თორდია, ქალიშვილს მასზე იტყვიან თორთხე. აი ხე ემატება სპეციალურად. ეხლა რო გავშიფრო, ეს ძალიან შორწავა თუ რატო. სხვადასხვა ხე, ხა, ხი და ხუ ნიშნავს შობას. ასე რომ ეს 100% არის პროტო-ქართული ენა, ანუ მეგრული ენა. შემდეგ შემოგარდგებო, გავიხსენოთ M2-ში მე თქვენ განახეთ, ჯერ გითხარით ისე, შემდეგ M2-ში დოკუმენტის განახეთ, როდესაც მე-18 თუ მე-16 საუკუნეში თქვა ვწდები ხა არ მახსოვს კარგად, მე მომო დღეებში მე თქვენ ამას დოკუმენტურად ვიდეოთი განახეთ ყველაფერს. M2-ში მე მქონდა ნანახი, რომ როდესაც რუსი ბერები ავიდნენ ათონის მთაზე და ათონის მთა იცით, ეხლა ეს ცალკე კორპორაციასავით იყო და როდესაც მოისმინეს ბერების გალობა, ბერძენი ბერების გალობა, ისინი მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ბერძნული. რო დაუკვირდნენ და რო ჩაიკითხნენ, რა არის ეს, რა ენა არისო და მათ კითხეს, რომ ეს არის მარიამ ღვთისმშობლის საგალობელი თავისი შვილის მიმართ. ანუ იგივე იავნანა რო ვთქვათ. და თურმე ამ საგალობელს ერქვა, ჩემო კარგებო, ათონში. და ეს გამოხდა ნენანა. შემდეგ არ მახსოვს ზუსტად რამდენი წელია, მაგრამ სადღაც 40-50 წელია, რაც ეს გალობაც იქაც აკრძალეს. რო ვიცოდეთ სხვათაშორის. მაგრამ ამის დოკუმენტაცია მე თქვენ განახეთ. ეს წიგნი არის, დაწერილი არის ოფიციალურად. შემდეგ ჩემო კარგებო, იქვე საჯარო ბიბლიოთეკაში მე თქვენ განახეთ, რომ ასომთავრულ ამბანს, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ასომთავრულ ამბანს, მას დღეს ქვია მრგლოვანი ანბანი. მაგრამ ეს ნიკო მარმა, რომელზეც მე ხა ძალიან დიდ ფილმს ვაკეთებ, მიხაკო წერეთელმა და კიდე ბევრმა სხვამ და სხვამ დაამტკიცეს კი არა აღმოაჩინეს, რომ თურმე ეს თავიდან ყოფილა, ჩემო კარგებო, მარგალოვანი ანბანი. ანუ დღევანდელი ენით გასაგებად რო ვთქვათ, ეს არის მეგრული. და ნახეთ რა ლამაზად შეიკვეცა ეს სიტყვა. მრგლოვანია სინამდვილეში, ხო? ასომთავრულ შეხვდა მრგლოვანია. მხედრულით თლად მრგლოვანია, ხო? რა ლამაზად შეიკვეცა. არადა დაიკარგა ძირითადი ინფორმაცია. შემდეგ ჩემო კარგებო, დააკვირდით, მე ახლა აგიხსნით კიდევ ამ სიტუაციას, რომელიც 2016-ში, არა, ბუდიშ 2017-ში, როდესაც მეორე გადაცემა მქონდა, მომიპატიჟეთ მეორე დღე, უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, იმიტომ რომ მეორე თვეს გამომიძახეს უკვე პირველი გადაცემიდან, როდესაც არ ველოდი სადღაც 5-6 თვის შემდეგ მითხრეს და დიდი რეიტინგის გამო მეორე თვესვე გამომიძახეს და მეორე გადაცემა ჩამაწერეს. მე დაფაზე ავხსენი ყველაფერი და ეს იყო 2016 წელი. თუ 17. ნუ დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ეს ვერავინ ვერ გაიგო.
სამწუხაროდ საუბრობ და ეხლა ავხსნი დეტალურად კიდევ ერთხელ. ლაივში ვარ და სარგებლობ ამ შემთხვევით. ეხლა გავიხსენოთ ჩვენ ელემენტარული ის გრამატიკა, რომელიც დავიწყებული აქვს ზოგიერთ მეგრელებს. თუმცა ქართველობაც ვერ ერევა ამ სიტუაციას. მოდით ჩვენ ეს ახლა დავწეროთ ასეთნაირად. ეს არის სულიერი და ეს არის უსულო. მოდი ასე ვთქვათ, რაღაც საგანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, ჩემოკარგებო, თუ არის ვინმე ხობიდან, წარმოშობით, ხო? მაშინ უნდა ვთქვა, მე მეგრულად ვამბობ ახლა. მეგრულად ვამბობ, იმიტომ რომ პროტოქართული დიხსნება თქო ყველაფერი რაც არის დღეს, ხო? უნდა ვთქვა მაშინ ხობარი. თუ უსულოა სიტყვაზე, თუ ეს არის გამოშვებული ხობში, ხო? აი ეს, ფლომასტერი. მაშინ უნდა ვთქვა ხობური. თუ არის ზესტაფონელი კაცი. ზესტაფონარი. ეს კიდე იქნება ზესტაფონური. ხომასია? თუ არის ზუგდიდელი. ზუგდიდარი და ეს გამოშვებულია ზუგდიდში, მაშინ ვიტყვით ზუგდიდური. ხედავთ, ეს არის ელემენტარული გრამატიკა. მაგრამ, როდესაც ადამიანი დაბადებულია თბილისში, ხო? ადამიანი დაბადდა თბილისში. მაშინ მეგრელი მას ამბობს ასეთნაირად. ქართალი. და ეხლა ნახეთ სენსაცია, რომელიც თავად პროფესორებს, დოცენტებს, აკადემიკოსებს, მეგრელები ვინც არიან, მაგათაც კი უჭირთ და უბრალო ხალხზე რა გაგიტყათ. უჭირთ, იმიტომ რომ მან დაავიწყდათ ეს, ამოუგდეს ტერმინოლოგია ტვინიდან. როდესაც ეს გამოშვებულია აი აქ, ქართლში. მაშინ როგორ უნდა დავწეროთ ჩვენ ეს? ნახეთ? ეს არის შემოკარგებო ქართული. ბინგო. მეგრელებო, ყური დაწვიდეთ კარგად და თვალები დაჭიდეთ. ეს არის ქართული. რისი თქმა მინდა ახლა მე ამით, გამიგეთ? რომ ის ანბანი აი ეს, რომელიც შევთქმენით ერთდროს ყველა არა მარტო მეგრელებმა, ნუ გონიათ რომ ახლა მეგრელები მარტო ჩვენ ვიყავი და რაღაც, არა ბატონო, როგორც გითხარით. კახელი, იმერელი, გურული, შავი, ხევსური, ყველა რაჭველი, აჭარელი, სვანი, ყველა ერთად მეგრულად საუბრობდით და გახდა საჭიროება გამოგვეგონა ეს ანბანი. აი ეს ანბანი, აი რასაც იწერება ახლა თუნდაც ეს მხედრული ანბანი, ხო? იმიტომ რომ ამ არც ვერც მხედრულ ანბანს ვერ ახსნის დღეს ამ იდეოგრამაზე, ვერც ერთი ქართველი კი არა, ვერ ახსნის. მე გეუბნებით 100 ანბანის მიხედვით. ვერ ახსნის. თუ რა არის აქ ჩაქსოვილი თვითონ მოძრაობებში, თვითონ გრაფიკაში. ვერ ახსნის, გამიგეთ? და როდესაც ეს ანბანი საჭირო გახდა და გახდა საჭირო იქ, ანუ თბილისში, ანუ მეგრულად ქართლში დაიარსებინათ, რომელიც საფუძველი ჩაეყარა ტაო-კლარჯეთში, მესხეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მაშინ ეკლესია ტაძრები იყო, მაშინ ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო კულტურის ცენტრები. იქ იწერებოდა წიგნები, გადაიწერებოდა წიგნები, პერგამენტები, ბიბლიოთეკა და ყველაფერი იქ ხო გამიგეთ? იქ ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ განსახორციელებლად ის წამოიღეს თბილისში. დღევანდელი ქართული გეუბნები, მაგრამ წაიღეს მეგრულად ქართლში. გამიგეთ? და იქაურ წარმოებულ ანბანს მეგრულად ქვია ქართული ანბანი. გესმით? გესმით ისეთ ამიტომ გითხარით რომ მეგრელებს დაუძახეთ მეთქი. და ამას გეუბნებით 2016-17 წლიდან. ეს რამდენჯერმე გავიმეორე მე ეს. 2 მეტრიანი დაფა მოვატანიე
კაცისთვის არ მოუტანია და ვერ გამოუტანია მანამდე სანამ მე არ მივედი სხვა რაკურსის გადაცემაში იმედის ტელევიზია ამ ყველა ტელევიზიაში 2 მეტროიანი და იქ ახსენი მე ეს და ყველამ გაატარე თვალსა და ხელშულა ანუ ის ანბანი რომელიც თქვენ მეგრელები დაეძებდით რომ შუმერშია მესოპოტამიაშია ის რა ვიცი ეთიოპიაში სადღაც არა თურაშაულის პატრონი სადღაც დაეძებთ როცა ცხვირწინ კიდევ ყველაფერი გესმით რას გეუბნებით რამხელა სენსაციას მე ამით ჩემო კარგებო მინდა გავაღვიძო ლაზარე და მა ლაზარეს ვაღვიძებ ქრისტესთან ერთად იმიტომ რომ ქრისტე მე რო ვამბობ ეს ქრისტეს ენა არის ეს ქრისტეს ენაა თქვენ შემოგევლეთ და თქვენ ვინაიდან ახლა მე გააწნით ამ ლაზარე მკვდარი ლაზარეს ენის ინფორმაციას რომლის წინაშეც ქრისტე იდგა 2 დღე ერთ ადგილად და წრემლებით იღორებოდა რომლის პრეცედენტი ბიბლიაში არ არსებობს მან 5 თუ 6 აღადგინა მანამ სიკვდილიდან გამოსტაცა ხელ მაგრამ წრემლებით არ დააღრილა ხაპაღობით ზდიოდა წრემლი და გვერდიგვერდ რო იდგნენ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ნახევ როგორ ყვარებიაო და ისიც ხო გითხარით ჩემო კარგებო რომ იოანეს სახარებაში შავი თეთრზე წერია ყველაფერი რომ ქრისტემ უნდა აღადგინოს ესე ჩვეულებრივია უნდა აღადგინოს ლაზარე რათა თავად განდიდესო მე შარშან გითხარით რომ დავამთავრეთ 9 წლიანი ეპოქა მეთქი მე 10 არის დასამრგვალებელი სიჩხოროდო მავითი სწორედ ამას ნიშნავს ცხრიანი მე კარგახანია გავიარე მე თქვენთან ერთად მინდოდა გამევლო და ეხლა მინდა 10-იანში შეგიყვანო 10-იანი არის აი მიზანი არის 5-იანი 6-იანი 7-იანი 9-იანი 10-იანი ყველაზე დიდი მიზანია აი რუსულად ვიტყვი ვიაბლოჩკა так сказать და ეს ეტაპი ერთად უნდა გავიაროთ აი ესე ხელი ხელს ჩაკიდებულად ქრისტეს სიყვარულით ლაზარეს სიყვარულით მეტად არ გამოვა ჩემო კარგებო მე ხო ხედავთ არ ვაკეთებ იმდენ იმას მატერიალისტურ იმას რაც კი ხდება ირგვლივ სოფლიოში თუმცა აქამდე მაგმოსული და მინდა რომ თქვა მაგრამ არ ვანებებ ამას თავს იმიტომ რომ ეს არის ჩემი გეგმა ეს არის ჩემი მისია თორე მაგის მეტი სალაპარაკო რა მაქვს ეხლა უნდა წავშალო ეს იმიტომ რომ ადგილი აღარ მრჩება ჩემო კარგებო რომ კიდე დავამრგვალოს სასაუბრო ესე იგი რუსულად არის ესეთი იოანეს სახარებაში კიდე როდესაც ამბობს ქრისტე я есть я რუსულად ეს მე აქ ქართულად გადათარგმნილი მაგრამ და კარგად აგიხსნით ახლა თუ რას ნიშნავს მე ვარ ის რაც ვარ მე ვარ ეს აი ეს არის ქართულად შემოკლებით კი ეს იგივეა რაც მე ვარ მე ამას ამბობს ქრისტე. ეხლა რას ნიშნავს ეს? გადატანითი მნიშვნელობა კიდე არ ჭირდება ამას. ანუ ისევ ბრუნდებით პროტო ქართულ ენაში და ნახეთ რა გამოდის. რამე ხო არ გესნოთ? აი ეს არის ის მა თემა მე ვარ მე ანუ მე ეს მე არის იგივე მათემატიკა რომელიც ძირითადში პითაგორამ შემოიტანა პითაგორა იყო პელაზგი ესეც მე დაგიმტკიცეთ მე კი არა ბევრს კიდე აქვს დამტკიცებული და ამაზე უამრავი ვიდეო და ფილმებიც კი მაქვს გაკეთებული შემოგარგებო ეს არის უმაღლესი მეცნიერება რომელსაც კაციშვილი ვერ შედავება დედამიწის ზურზე ამას თუ დაემატა კიდე ჰემატრია მაშინ თვალსასაუბრი მაგრამ ჰემატრით მე დღეს არ მინდა რომ გადაგყალოთ გამიგეთ ეს არის მათემატიკა ეს არ არის ბერძნების შექმნილი ბერძნებმა თვითონ ბევრი რაღაცა შექმნეს მაგრამ ყველაფერი კოლხეთიდან მოპარული 99% სხვათა შორის ვინც გათვითცნობებულია ამას მიხვდება და იცის ეს წინასწარ კიდე ხო და ეს კიდევ იმიტომ ხდება ჩემო კარგებო რომ
ჩვენ აი მე რაც მოგიყვანეთ ახლა ქართულის განმარტებაში ჩვენ ნუ ძირითადში მეგრულს დაკარგულია გრამატიკა, იმიტომ რომ ჯერ თვითონ მეგრულს აქვს დიალექტები, სამურზაყანოური, სენაკურისა, მარტვილური და ასე შემდეგ და რაღაცა, მაგრამ თითქოს ზოგი სხვადასხვა ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ დაკარგული გვაქვს გრამატიკა. ნახეთ? რამე ხო არ გეცნობათ ვინმეს? ამას თუ გამოაკლებთ, აი ამას ხო ხედავთ? ყველაფერი დატრიალებს ამის ირგვლივ. ყველაფერი დატრიალებს ამის ირგვლივ, ჩემო კარგებო. ეს მე M2-შიც განახეთ, ფორმულა პირველში, 2-ში, 3-ში, 4-ში, რომელიც გადატვირთული მქონდა, ამის იყო ფეხი ჩავტენე. ისე იმდენი ინფორმაცია, არანორმალური ინფორმაცია ჩავტენე, ვინაიდან წიგნს ვერ უშვებდი და გავაცოცხლე. და სათაურშიც ეწერა ცოცხალი წიგნი თქო. და მას ერქვა ფორმულა. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. გამიგეთ? და იქ ძალიან ბევრს ნახავთ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობილს. გესმით? ვინაიდან შოთა რუსთაველმა რო იხმარა სიყვარულსა მალვა უნდა ვითა ცხენსა მოპარულსაო. ყველა უდიდესი პოეტი, პროზაიკოსი თუ ვინც იქნებოდა, ხო, და დიდ ხრილებას რო ქმნიდა ნაწარმოებს, ხო? რა თქმა უნდა, ის თავისი ადგილმდებარეობის და მიხედვის შესაბამისად, რასაც ირგვლივ ხედავდა, იმის მიხედვით წერდა, ხო? ბუნებრივია. თუ იყო არაბი, ის აქლემზე დაწერდა, პალმებზე და უდაბნოზე და ქვიშაზე. და ირლანდიაში ხა მთებზე და ნუ გასაგებია, ხო? მაგრამ რატომ უნდა შოთას მაინც და მაინც ისეთი ეპითეტის ხმარება, რომ ცხენის მოპარვა ხო მარტო სამეგრელოში იყო. ცხენის მოპარვა ეს იყო მარტო სახელი იყო სამეგრელოში. ძველად აი სადმე გაჭირებაში რომ მიდიოდნენ რაღაცა თუნდაც ხინში და ქელეხში მამაკაც თუ ქმარი ასეთ მხარეს ხონდა სხვანაირად გადახვეული, ესე იგი განასკული შორიდან ჩანდა რომ ეს იყო ცხენის ქურდი და ეს პატივი იყო. ცხენის ქურდობა ეს იყო მარტო სამეგრელო საკითხი. პრესტიჟი ასე თქვა. და შოთა მაინც და მაინც ეს სიყვარა. ეს სიტყვა ეხმარა რომ ის სიყვარული ისე დამავლეო როგორც ცხენიო მოპარულიო. და რა ხონდა ისეთი სიყვარული რომ ცხენის მოპარულისადმი რომ დაემალა. რა ყვარო, რას ყვარობდა და ვის ყვაროდა? კი, ახლა მეტყვი თამარი და ასე შემდეგო. კი, მაგრამ თამარიც იქით კიდე იყო აუარებელი ინფორმაცია, რომელიც მან ჩაადო არანორმალურად ეზოთერიული გაგებით იმ შოთა იმ ვეფხისტყაოსანში, ჩემო კარგებო. ამიგეთ? და როდესაც იხმარა კიდე ვით მარგალიტი ობოლიო. რატო მაინც და მაინც მარგალიტი, რატო არა ოქრო, ან ბრილიანტი, ან ბაჯაღლო, ან რაღაცა. რამ გახატა ეს ობოლი, მარგალიტი ხალხო? რამ გახადა ობოლი? ხო? ახედა, ლექსად გარდაქმნის საქმეთან საჭოჭმანებიო. გარდაქმნა, იმიტომ სხვანაირად გადაწერა ყველაფერი. ასე რომ, ჩემო კარგებო, აი ამაზეა აწყობილი ყველაფერი და ის რო გონიათ ზოგიერთებს, ხო? ეს არის იგივე მარგალოვანი ამბანი, იგივე მეგრული აზროვნების დროს შექმნილი პროდუქტი, როდესაც ვიყავით ყველა ერთნი, ჩემო კარგებო. გამიგეთ? მაგრამ დღეს მოვედით იმ პროცესში, როდესაც აი ლაზარემ გადასცე ქრისტეს და ქრისტე უნდა მოვიდეს უკვე, გავიდა ის ყველაფერი დრო. და ის ზოგიერთი მეგობრები რომ წერთ, რომ აი მეგრულს რო ვუსმენ, ტირი ვარ და ზოგჯერ რაღაც ინფორმაციას რო დავდება, გული მეჩუყება და რაღაცა. აი ეს არის სწორედ ის მომენტი, ჩემო კარგებო, გესმით? ეხლა თქვენი დროა. თქვენ უნდა მოხვიდეთ, უნდა მოეფეროთ, უნდა გამოაღვიძოთ ეს, იმიტომ თვითონ მეგრელებს არ ჯერათ ეხლა ეს. გამიგეთ? თვითონ მეგრელებს თქვენ უნდა გამოაღვიძოთ. სხვა საშველი არ არის. თუ გინდათ რომ თავად განდიდეთ, ანუ
თუ საქართველოს ერთად განდიდეს და გამწყინდეს და მოხდეს სასწაული. ასე რომ მეგლებს არაფერი არ გაქვს, იქ-აქეთ რაღაც საძიებელი, აი ეგ არის, ცხვირ წინ ქონდათ, შემოგარგეთ. ცხვირ წინ ქონდათ ეს ყველაფერი, რამდენი საუკუნე და თქვენ შორიშორს დაეძებდით ყველაფერს. ამას მე 2016-17 წლიდან გეუბნები და 9 წელი გავიდა უკვე და ვერ გაიგეთ. იმიტომ გითხარით ლაივში ჩამერთებდი ყველა ერთად. ეხლა გაგებული გაქვთ ყველაფერი. მოკლედ, მე ახლა ამით დავამთავრე, არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა. გილოცავთ, დავიწყოთ ლაზარეს აღდგინება და ქრისტეს მოსვლა ლაზარესთან. მეტი სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია. გვინდა ეს არაბები, ისინი მოხრები, მამაძაღლები არ გამოვა თუ ჩვენ არ გავერთიანდებით. თუ ჩვენ ის კიბს არ გავაღებთ, რომელიც ღმერთმა მოგცა. თქვენ ქართველობას მოგცათ, უბრალოდ ქართველებს მოგცათ სკივრი, რომელიც დაშიფრულია, ეს შიფრკოდი გვაქვს მეგრეს, სვანს და ლაზს. თუ არ მიგვიშვეთ და თუ არ გაგვახსენებთ, მაშინ როგორღა ვიზეიმოთ ერთად რთველი ხალხო. მიგვიშვით, გავხსნათ ერთად, სუფრასთანაც ერთად დავზრდით. რთველიც მოვიწიოთ, ღვინოს დავლიოთ და მე რუსებიც მე იტყვიან, როდესაც აპოკალიფსის დრო რო დამთავრდება და ასე შემდეგ, მე ღვინო მოვა იბერიიდანო. მეტი რაღა გითხრათ. გილოცავთ. ბინგო, აბა კარგად ბრძანდებოდ. მომავალ შეხვედრამდე.